მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გავაკეთოთ საჯარო გაშლა თქვენი ურთიერთობის პერსპექტივა. თქვენი ურთიერთობის პერსპექტივა ავიღოთ პერიოდი 1 კვირა, 10 დღე, მაქსიმუმ 2 კვირა. ურთიერთობის პერსპექტივა. ნახოთ გოგო, თქვენ სიტუაციაში როგორ ხართ? ნახოთ ბიჭი. ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის. და პერსპექტივა ნახოთ. შემდეგ. გოგო ურთიერთობაში გოგო ურთიერთობაში დაბნეულია, მერყეობს, თუმცა ახლა და ამჟამად ან დაკავებულია თავისი საქმით და ელის რეზულტატს ფინანსურს შეიძლება გადართულია საქმეზე, თავის საქმეზე და აქედან ელის ფინანსებს საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა გოგო, რომელსაც ნამდვილად ყველაფერი შეუძლია, ცოტა მანიპულატორი გოგონებიც მიყურებთ აქ. აქვს თავისი საყვარელი საქმე, რომელშიც პროფესიონალია. შეიძლება თქვენ იყოთ ქალი, რომელსაც აქვს თავისი ბიზნესი, ან სამსახურში საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგას და ახლა ელის რეზულტატს. თუმცა მე ვიკითხე ამ ურთიერთობაში გოგო, ამ ურთიერთობას რაც შეეხება, ამ ურთიერთობაში ცოტა არასტაბილურად ხართ ახლა თქვენ ამ ურთიერთობაში. არ იცით როგორ მოიქცეთ. ცოტა ეჭვიანობთ კიდეც მამაკაცზე. ნახოთ მამაკაცი ამ ურთიერთობაში. არანაკლები მანიპულატორია თქვენი მამაკაცი. შეიძლება თქვენ აქ მეუღლეებს უყურებდეთ, ან მამაკაცი არის სხვა ურთიერთობაშიც. ძვირფასებო საჯარო გაშლა და ყველამ თქვენი აიღეთ აქედან. მამაკაც შეიძლება ყავდეს სტაბილური პარტნიორი ან მეუღლე. მგონია რომ სამკუთხედს ვუყურებთ ახლა და ამჟამად. და ურთიერთობა ახლა და ამჟამად. ორივე თქვენგანი რა თქმა უნდა ამ ურთიერთობაში ახლა ცივ ენერგიებში ხართ. ქალი აქ მაჩვენებს, რომ საკმაოდ მკაცრია და ბიჭი რაღაცას ელოდება. ელოდება შესაფერის მომენტს. ელოდება როდის მიწერთ. ელოდება როდის გახვალთ კომუნიკაციაზე. აი თქვენ გოგოებო ახლა ამჟამად ამ ურთიერთობაში, ამ გაწყვეტილ ურთიერთობაში გათიშული გაქვთ გული და გონებით მოქმედებთ. ამ ურთიერთობის პერსპექტივა. რა იქნება ამ ურთიერთობის პერსპექტივა?
მინდა გითხრათ, რომ რაღაც რაც თქვენ დაფარული გაქვთ, რაღაცას მალავთ. ერთ-ერთი თქვენგანი, ან თქვენ ხართ ფარული პარტნიორები ერთმანეთისთვის. სოციუმისთვის დაფარულია თქვენი ურთიერთობა. მე ვიკითხე აქ რა იქნება. აქ მიჩვენებს, რომ ნამდვილად ყოვლისშემძლე ქალბატონები ხართ, სტრატეგიული მოქმედებით თქვენ ნამდვილად მიაღწევთ რეზულტატს. აქ არ არის ძვირფასება ურთიერთობის დასასრული, აქ ურთიერთობა გაგრძელდება, რაღაც ეტაპებს გადიხართ ორივე ადამიანი. რას გვიჩვენებს აქ ქორმიქალი დავადგინოთ. თქვენ შორის ეს უთანხმოება და ცოტა აპათიური მდგომარეობა გამოწვეულია ერთ შემთხვევაში იმით, რომ მამაკაცს ყავს სტაბილური ოჯახი, მეუღლე და სრულად ვერ აკეთებს არჩევანს თქვენს და მას შორის. მე ამოვიღებ თქვენთვის რჩევას. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ სიტუაციაში? აუცილებლად უნდა დაელაპარაკოთ თქვენს ადამიანს. მინდა გითხრათ, რომ ეს ამ ურთიერთობის გაგრძელება მხოლოდ თქვენ ორზე არ არის დამოკიდებული. ამ ურთიერთობის ბედი წყდება მაღლა სამყაროში და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სიტუაცია აუცილებლად შემოbrunდება თქვენ სასიკეთოდ. თქვენი შრომა გამოიღებს, აი ამ ურთიერთობაში ჩადებული რესურსი გამოიღებს შედეგს და ეს ურთიერთობა არ არის განწირული, რომ დასრულდეს. ამ ურთიერთობას ელოდება გაგრძელება. დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის.